ლად ცეპეშის სახელის გაგონებაზე თანამედროვე ადამიანს თითქმის ყოველთვის ერთი სახე უდგება თვალწინ. სისხლიანი ტირანი, ფსიქოპათი, სადისტი, რომლის სახელი შიშს და სიბნელეს უკავშირდება. მაგრამ ეს სახე არ არის ისტორიული პიროვნების რეალური პორტრეტი. ეს არის საუკუნეების განმავლობაში შექმნილი პროპაგანდა, პოლიტიკური დისკრედიტაცია და მოგვიანებით ლიტერატურული ფანტაზია. რეალური ვლად ცეპეში გაცილებით რთული, ტრაგიკული და სულიერად წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომლის გაგება შეუძლებელია იმ ისტორიული და რელიგიური კონტექსტის გარეშე, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ვლად ცეპეში დაიბადა მე-15 საუკუნეში, ეპოქაში, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა ფაქტობრივად არსებობდა ორი ძალის შორის მოქცეულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ ოსმალეთის იმპერია, მეორე მხრივ დასავლური პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც ხშირად უფრო მეტად ზრუნავდნენ საკუთარ გავლენაზე, ვიდრე ქრისტიანთა დაცვაზე. ვლახეთი, რომლის მმართველიც ვლადი გახდა, იყო სასაზღვრო მიწა, მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანა, სადაც მმართველობა ნიშნავდა არა სიმშვიდეს, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლას. ვლადის ბავშვობა თავიდანვე ტრაგედიით იწყება. იგი ოსმალთა კარზე მძევლად გაიზარდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა ძალადობა, შიში, პოლიტიკური ცინიზმი და ის მექანიზმები, რომლითაც იმპერია ადამიანებს ამტვრევდა. ეს გამოცდილება ვერ დარჩებოდა მის ფსიქიკასა და ხასიათზე უნებელი, მაგრამ ამავე დროს სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი მთავარი იდეა. ქრისტიანული მიწა არ უნდა დაეცეს უსამართლობისა შიშის გამო. როდესაც ვლად ცეპეში ტახტზე ავიდა, ვლახეთი შიგნიდან უკვე დაშლილი იყო. ბოიარები ერთმანეთს ღალატობდნენ, სამართალი იყიდებოდა, ასევე მკვლელობა და ძარცვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთ საზოგადოებაში რბილი მმართველობა სიკვდილს ნიშნავდა. ვლადი ხედავდა, რომ კანონი აღარ მოქმედებდა და რომ შიში იყო ერთადერთი ენა, რომელსაც დაშლილი საზოგადოება ჯერ კიდევ უსმენდა. მისი სისასტიკე არ იყო თვითმიზანი, იგი იყო ინსტრუმენტი, მძიმე, სასტიკი, მაგრამ მის თვალში აუცილებელი. აქ ხშირად ჩნდება კითხვა. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანი მართლმადიდებელი იყოს. ეს კითხვა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მართლმადიდებლობას ვაიგივებთ მორალურ იდეალიზმთან და არა სინანულის ეკლესიასთან. მართლმადიდებლობა არ აცხადებს, რომ მისი შვილები უცოდველნი არიან. ეკლესია იცნობს მეფეებს, მხედართმთავრებსა და მმართველებს, რომელთაც ხელების სისხლით ჰქონდათ დასვრილი, მაგრამ გულში ღმერთის შიშს ატარებდნენ. დავით მეფე ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ვლად ცეპეში საკუთარ თავს არ აღიქონდა როგორც პირად ჯალათს, არამედ როგორც ღვთის მიერ დადგენილ მმართველს, რომელსაც დაეკისრა მძიმე ტვირთი, წესრიგის არდგენა მიწაზე, სადაც ქაოსი სუფევდა. მისი წერილები და მოქმედებები აჩვენებს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ხედავდა ქრისტიანული სამყაროს მცველად, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სულიერი გაგებითაც. შემთხვევითი არ არის, რომ იგი საკუთარ ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ აღიქვამდა როგორც წმინდა წინააღმდეგობას, როგორც ქრისტიანული მიწის დაცვას. დასავლურმა წყაროებმა, განსაკუთრებით გერმანულმა ბროშურებმა, მიზანმიმართულად შექმნეს ვლადის დემონური ხატი. ეს ტექსტები არ იყო ნეიტრალური ისტორია, ისინი წარმოადგენდნენ პოლიტიკური ომის იარაღს. ვლად ცეპეში მათთვის საშიში იყო, რადგან არ ემორჩილებოდა და არ იყო პროგნოზირებადი. ამიტომ მისი დეჰუმანიზაცია აუცილებელი გახდა. მაგრამ მართლმადიდებლური ხედვა ადამიანს მხოლოდ მის მოქმედებებში არ ხედავს. ეკლესიისთვის ადამიანი არის შინაგანი ბრძოლა, სინდისი, სინანული და პასუხისმგებლობა. ვლად ცეპეში არ იყო წმინდანი, მაგრამ იგი არც უბრალოდ მონსტრი იყო. ის იყო ეპოქის შვილი, მძიმე ისტორიული რეალობის მმართველი და ადამიანი, რომელიც მოქმედებდა სამყაროში, სადაც სისუსტე სიკვდილს ნიშნავდა. ლად ცეპეშის მართლმადიდებლობასთან კავშირი არ გამოიხატებოდა სიტყვიერი დეკლარაციებით ან თეოლოგიური ტექსტების წერით. მისი სარწმუნოება იყო ქმედითი, მმართველის სარწმუნოება, რომელიც ეკლესიას აღიქვამდა როგორც ერის სულიერ საკრდენს და არა მხოლოდ რიტუალურ ინსტიტუტს. მე-15 საუკუნის მართლმადიდებელი მმართველისთვის ეკლესია არ იყო სახელმწიფოსგან განცალკევებული სფერო. იგი იყო თვით სახელმწიფოს სულიერი ხერხემალი. ისტორიული წყაროები ცხადყოფს, რომ ლად ცეპეში სისტემურად აფინანსებდა მართლმადიდებლურ მონასტრებსა და ტაძრებს ვლახეთში. ეს დაფინანსება არ იყო მხოლოდ ფორმალური ქველმოქმედება. მონასტრები იმ ეპოქაში წარმოადგენდნენ არა მარტო ლოცვის ადგილებს, არამედ საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურულ ცენტრებს, სადაც ინახებოდა ერის მეხსიერება, ენა და სარწმუნოება. ვლადისთვის მონასტრის დაცვა ნიშნავდა ერის სულიერი თვითმყოფადობის დაცვას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კავშირი სნაგოვის მონასტერთან, რომელიც ტრადიციულად მიიჩნევა მის დაკრძალვის ადგილად. სნაგოვი არ იყო შემთხვევითი არჩევანი. მონასტერი მდებარეობდა იზოლირებულ ადგილას, ტბის შუაგულში, რაც სიმბოლურად გამოხატავდა განცალკევებას, სინანულსა და სიჩუმეს. ეს გარემო სრულად შეესაბამება მართლმადიდებლურ ასკეტურ ხედვას, სადაც ძალაუფლების შემდეგ მოდის მდუმარება და ღმერთის წინაშე დგომა. ვლად ცეპეშის მიერ მონასტრების დაფინანსება ხშირად ხდებოდა ომისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს მმართველები, როგორც წესი, რესურსებს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. ვლადი კი ეკლესიას აღიქვამდა როგორც ბრძოლის მეორე ფრონტს, უხილავს, მაგრამ გადამწყვეტს. მისთვის ომი ოსმალეთის წინააღმდეგ არ იყო მხოლოდ ტერიტორიული კონფლიქტი, იგი იყო სარწმუნოების გადარჩენა. მის წერილებსა და დოკუმენტებში ვხედავთ მკაფიო წარმოდგენას მმართველის პასუხისგებლობაზე ღვთის წინაშე. ვლად ცეპეში საკუთარ ძალაუფლებას არ განიხილავდა როგორც პირად საკუთრებას. იგი ხედავდა თავს როგორც დროებით დადგენილ მმართველს, რომელსაც დაეკისრა მძიმე, მაგრამ აუცილებელი მისია. ეს აზროვნება ღრმად მართლმადიდებლურია, რადგან ეკლესიის სწავლებით ხელისუფლება არის ჯვარი და არა პრივილეგია. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ. ვლად ცეპეშს არასოდეს უცდია საკუთარი სისასტიკის გამართლება თეოლოგიურად. იგი არ აცხადებდა, რომ მისი ქმედებები წმინდაა ან ღვთის ნების პირდაპირი გამოხატულება. ეს დუმილი ბევრს ამბობს. მართლმადიდებლურ ცნობიერებაში ცოდვა არ მართლდება, არამედ იტვირთება. სწორედ ამიტომ ვლადის სარწმუნოება უფრო ახლოს დგას დავით მეფის ტრაგიკულ სულიერ გამოცდილებასთან, ვიდრე გამარჯვებული მორალური გმირის ხატთან. დასავლურ ნარატივში ვლადის მიერ ეკლესიის მხარდაჭერა ან საერთოდ არ იხსენიება, ან განზრახ მინიმუმამდეა დაყვანილი. მიზეზი მარტივია. მართლმადიდებელი მმართველი, რომელიც ეკლესიას აფინანსებს და საკუთარ ძალაუფლებას ქრისტიანული სამყაროს დაცვად აღიქვამს, ვერ ჯდება დრაკულას მითში. ამიტომ ეს ფაქტები ან ჩრდილში რჩება, ან მეორე ხარისხოვნად ცხადდება. მართლმადიდებლური პერსპექტივიდან ვლად ცეპეში არ არის წმინდანი, მაგრამ იგი არის ეკლესიის შვილი. მძიმე, წინააღმდეგობრივი, ცოდვით დამძიმებული, მაგრამ სარწმუნოებასთან დაკავშირებული. ეკლესია ასეთ ადამიანებს არ შლის ისტორიიდან. იგი არ აქცევს მათ ლეგენდებად, მაგრამ არც დემონებად. ეკლესიისთვის ადამიანი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მისი ყველაზე ბნელი ქმედება. ვლადის მიერ ტაძრებისა და მონასტრების დაფინანსება საბოლოოდ გვიჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. მისი ბრძოლა არ იყო მხოლოდ ხმლით. იგი ცდილობდა დაეცვა ის სივრცე, სადაც ლოცვა არ შეწყდებოდა. და მართლმადიდებლობისთვის ეს არის ყველაზე ღრმა ბრძოლა. არა მხოლოდ მიწისთვის, არამედ სულისთვის.